საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ნარგიზ. მელექი სახლშია? ნამუსი საერთოდ არ გაქვს ჰალილ. ვის ვეუბნები ამას? ისე კი არ ამბობენ ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეიძლებაო. რაც გინდა ის გიქნია. რა გინდა ჩემგან ქალო? მელექმა დამიძახა და მოვედი. ქმრის და ცოლის საქმეში ნუერევი, ცოდვა ღმერთი დაგსჯის. ეს ქალი ჩემს წინააღმდეგ არის განწყობილი. ყოველთვის ცდილობს სამკვინოს. საღამო მშვიდობისა, მელექ. დაჯექი ჰალილ. ეს შენთვის არის. ჰალილ. დაჯექი. ჩვენი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში შენგან არ ვითხოვდი არც სიმდიდრეს, არც ფუფუნებას. არც ის მითხოვია, რომ ჩემი ქალიშვილისთვის მამა ყოფილიყავი. შენ მოინდომე ეს. მართალია? არასწორად მოვიქეცი? ამის განხილვა საერთოდ არ მინდა. ერთხელ და სამუდამოდ გთხოვ რაღაცას. დღეს სიმართლე უნდა მითხრა ყველაფერზე. ყოველთვის სიმართლეს გეუბნები, მელექ. ყველაფერი გავიგე. აზიზს არ მიუტოვები ვარ. შენ გაანადგურე ის წერილი. წერილი, რომელიც მან გამომიგზავნა. არ უარყო უფრო უნდა ეცემი ჩემს თვალში. შენ მხოლოდ წერილი არ გაგინადგურებია. შენ ჩემი ქალიშვილის და აზიზის ცხოვრება გაანადგურე. შენ გაანადგურე ჩემი ოცნებები და ჩემი ნდობა ხალხის მიმართ. აზიზი რომ გაქრა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ბავშვთან ერთად. წასასვლელი არსად მქონდა. მერე კი შენ გამოჩნდი. ჩემი ცოლად მოყვანა გინდოდა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდი. დაგიჯერე და გენდე. და აღმოჩნდა, რომ ეს შენ გაანადგურე ყველაფერი. შენ გამიტეხე გული. ეს როგორ გააკეთე? 26 წელი. თვალებში მიყურებდი და მატყუებდი. ამდენი ადამიანის ცხოვრება როგორ გააფუჭე? თქვენი შეცდომა ჩემს შეცდომაზე დიდია, მელექ. რა ამაზრზენი ადამიანი ხარ? ცხოვრება გაგვიფუჭე და კიდევ თავს იცავ. ერთხელ მაინც ნუიქნები ეგოისტი, ერთხელ მაინც იყავი პატიოსანი კაცი. სიმართლეს ითხოვ ჩემგან, მელექ. კარგი, მიიღებ. საერთოდ არ უნანობ იმას, რაც დღემდე გავაკეთე, მელექ. მე გამანადგურე ის წერილი. მე ვუჩივლე აზიზ ტოპრაკს. მე დავადანაშაულე. შესაძლებლობა რომ მქონდეს ამას ისე ვიზა, მელექ. იმიტომ რომ ცხოვრებაში არავინ არ მყარები ასე ძლიერად როგორც შენ. 26 წელი. 26 წელი იმ იმედით ცხოვრობდი, რომ შეგიყვარდებოდი. თვალები ისე რომ გიბრწყინავდეს, როგორც გიბრწყინავს, როცა აზიზს უყურებდი. 26 წელი კი არა, შენი მონა ვიქნებოდი 126 წელი. სიბნელე და ბოროტება სიყვარულში ნუ გეშლება, ჰალილ. სიმართლე ხომ გინდოდა? აი ეს არის სიმართლე, მელექ. ახლა შენ მითხარი. შენ იძახი სიმართლეს. ორსულად რომ არ ყოფილიყავი. გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყავი, შენი ცხოვრების ერთდრეს მაინც მაჩუქებდი 1000-დან.
არა, არ შემომხედავდი. არ შემომხედავდი, იმიტომ რომ ღარიბი, მიტილუსების გამყიდველი ვარ. მე მდიდარი არ ვარ, უფულო ჰალილი ვარ. რა თქმა უნდა, ისეთ პატივისცემას არ ვიმსახურებ, როგორც აზიზი. შანსი მე მოვიფიქრე, რომელიც არ მოგიწია ჩემთვის მელეკ. იმის ფასად, რომ აზის ტოპრაკი ჩემი მტერი გავხადე. იმ ფასად, რომ ის ქალი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ამ სამყაროზე, ზიზღით მიყურებს. ახლა მითხარი მელეკ. ვის უყვარდი უფრო მეტად? მე თუ აზის? შენ არც ჩემი და არც სიყვარულის არ გესმის ჰალილ. სიყვარული ბოროტებით არ ძლიერდება. პირიქით ნადგურდება. ჭკნება. შენ ყველაფერი გაანადგურე. ჩემს თვალში გაქრი. აღარ დამენახო სასამართლოს დღემდე. შენზე უარს არ ვიტყვი მელეკ. უკეთ გამოიყურები ირმაკ. კარგად ვარ ძმაო. თავს ძალიან კარგად უგრძნობ. უფრო კარგად იქნება ძამიკო. ექიმებმა თქვეს, რომ 3 დღეში აპარატს მოხსნიან. ორჯერ საკმარისი იქნება ჟანგბადის მიღება. შესანიშნავი ამბავია. ძალიან გამიხარდა ირმაკ. ირმაკ, ძალიან ნაზი ბეჭედი გიკეთია. ქენან მამაჩუკა. ხო. მე და ირმაკი დავინიშნეთ. ნიშნობა არ გადავდეთ. კარგად მოგიფიქრებიათ. გილოცავთ. რა იყო ებრო? როგორც ჩანს, საერთოდ არ გაგიხარდა ეს ამბავი. გაშეშდი. მე? ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ისმინდა, რომ ქენანი იყოს ბედნიერი. ჩემთვის ძმასავით არის. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. გილოცავთ. გამიხარდა. მეც გილოცავთ. კარგია რომ მაშინ არ დაქორწინდი. შესანიშნავია, ყველა და წესებს დავიცავთ. ჩემო ცხოვრება გთხოვ? ასეთი რა ვთქვი ჩემო სიცოცხლე. უბრალოდ ჩემი აზრი გამოთქვი. ცოტა ხომარს გარო ფირმა. ჯერ არ გამოჯანმრთელებულ ხარ. მე მინდოდა ასე ძმაო. ჯერ დავინიშნეთ. და მე როცა გამოვჯანმრთელდები, ქორწილი გვექნება. მეც ასე ვფიქრობ. დროს არ დავკარგავ და ქორწილს გავაკეთებთ. მაშინ ეს ორი ამბავი ერთ დღეს აღვნიშნოთ, რა სიტყვით? მეორე რა არის ჰაზალ? ჩვენი რესტორნის გახსნა. ჩვენს რესტორანში გავაკეთოთ თქვენი ნიშნობა. მე ყველაფერს დავგეგმავ. ჩემს წვლილს შევიტან თქვენს ბედნიერებაში. რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს შენააშენე ჩვენი ბედნიერება. რა თქმა უნდა, შენი წყალობით გავიცანით ერთმანეთი. ჩემი აზრით შესანიშნავი იქნება. ძალიან კარგი ამბავია, შენ რას ფიქრობ? ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. მაშინ ხვალ მოდით და გადავწყვიტოთ რას ვიზამთ. დავგეგმოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის. წავიდეთ, კარგი სიყვარულო. რაღაც გეგმა მაქვს. კარგი, თანახმავარ. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში მეთევზე. მადლობა. უბრალოდ ასეთ მოკლე დროში რაღაც დიც ვერ გავაკეთებთ. ამიტომაც არავინ დავპატიჟოთ. რაღაც ოჯახური იყოს. რა სიტყვით? ახლო ადამიანებს მაინც დავუძახებ, თორემ ძალიან უხერხული იქნება. რა თქმა უნდა, ჩემო ცხოვრება. ექიმსაც დავპატიჟებთ. ყურადღებას მოგაქცევს. მართალი ხარ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. მოგბრძანდი. მიხარია შენი ნახვა.
მოულოდნელად დაგიძახე, მაგრამ არ გეწყინოს. არა უშავს, მაგრამ 3 საათზე შეხვედრა მაქვს. ხომ იცი დღეს კენანი და ირმაკი უნდა მოვიდნენ. ნიშნობისთვის უნდა მოვემზადოთ. ვიცი, ბევრ დროს არ წაგართმევ. მნიშვნელოვანი საქმე რომ არ ყოფილიყო, არ დაგიძახებდი. მეც მაინტერესებს რა არის ასეთი პირადული, სახში რომ ვერ მითხარი. მოგიყვები. რას დალევ? ყავა? შეიძლება. გამარჯობა. 2 ყავა თუ შეიძლება. 1 მსუბუქი და რძის გარეშე. კარგით, ქალბატონო. ესე იგი ქორწინდები. ო, ძმაო. გარდა ამისა, მელექის და ჰაზალის რესტორანში. შემომთავაზეს და უარს ვერ ვიტყოდი. ვერ წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე რომ აირევოდა. ჩვენ დაგპატიჟებ ქორწილში. გონი უკეთესი იქნება თუ არ მოხვალთ. ედავ კაფეს. ჩვენი ძმა ქორწინდება, მაგრამ ჩვენ არ გპატიჟებს. ძმაო, ხომ იცი როგორი მდგომარეობაც არის? არ მინდა რამე პრობლემა გაჩნდეს და ირმაკი ცუდად გახდეს. გოგო ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ასე იყოს ჩემო ლომო, როგორ ზინებებ. ჩვენ საქორწილო საჩუქარს გამოგიგზავნით, ხომ ასეა კაფეს? გავგზავნით ოსტატო. ძმაო, შენს ფიქრებში? მნიშვნელობა არ აქვს ფიქრებს. ჩემო ლომო, მთავარი ის არის ურალს რა აქვს თავში. ასე უეცრად რომ დაგვიძახა აქ. ისევ რაღაცას გეგმავს. მეც ვერ გავიგე. რაღაცას ვეჭობ, მაგრამ მოვიდეს. მალე გავიგებთ კუდიანი მელი აყავს თავში თუ კუდის გარეშე. მადლობა. რომელი რძის გარეშე? მარჯვენა ქალბატონო. მადლობა. რძის გარეშე? კარგი დეფნე, გისმენ. ხომ გითხარი რომ მეჩქარება? აქ რომ დაგიძახე, ამის მიზეზი ებროა. რა სჭირს ებროს? არ გინდა ჰაზალ. ორივემ ვიცით. ის შევიდა ირმაკის ოთახში და გათიშა აპარატი. შენ საიდან მოიტანე ეს? მტკიცებულებები გააქვს? მტკიცებულება არის საჭირო ჰაზალ. არ მითხრა რომ ვერ შეამჩნიე როგორ უყურებს ებრუ კენანს. კენანზეა შეყვარებული. ქორწინების შესახებ რომ გაიგო, სულ გათეთრდა. სისულელეებს ნუ ამბობ დეფნე. აქ ამ სისულელეების სათქმელად დამიძახე? შენც კარგად იცი რომ ეს სისულელი არ არის. თუ ცოტა გონებას მოუხმობ, მიხვდები რომ მართალი ვარ. ბატონმა ვურალმა განსაკუთრებული სტუმრები უნდა მიიღოს. მიმტანს ეძებენ იქ სამუშაოდ და მე სხვები რომ არა ეყვანათ, ვუთხარი ჰაზალი იმუშავებს მეთქი. 3000 ლირას გადაგიხდიან. მისმინე ეს ფული ძალიან გჭირდებათ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ამიერიდან მხოლოდ შენს თავზე ვერ იფიქრებ. ის უნდა გააკეთო, რაც ყველასთვის სწორი იქნება. ვურალს უნდა გაყვეცოლად. კენანის მიმართ სიყვარულის გამო ირმაკის მოშორება უნდოდა. გარდა ამისა, ვის სჭირდება ირმაკის სიკვდილი? ღიური აქვს, რომელსაც ყველას განმალავს. ჩემი აზრით, იმ ღიურში ყველაფერი წერია. ჰაზალ, კარგად ხარ? არა, კარგად არ ვარ დეფნე, საჭირო ოთახში უნდა გავიდე. დაგეხმარები, მოიცადე.
რას ველოდებით? ვურალ დემიროღლუ. ვინმე ჩამოვა ზეციდან და ჩვენ ზარალს ანაზღაურებს, ზუსტად აზის ტოპრაკ, მოითმინე. ყოველთვის შენ ხომ არ მეწყობს სიურპრიზებს, ახლა ჩემი ჯერია. ჰაზალ. ჰაზალ, კარგად ხარ საყვარელო? ჰაზალ. კარგად არ ვარ. სისხლდენა მაქვს. საავადმყოფოში წავიდეთ, მალე, წავიდეთ. ისმენთ. შესანიშნავია. დიდი მადლობა, მადლობა. ჯანმრთელობა თქვენს ხელებს. შეხვედრამდე. კარგი ბატონო, გილოცავთ. დიდი ქარიშხალი გადავიტანეთ, მაგრამ საბოლოოდ გემის და საქონელის გადავარჩინეთ. რა მოხდა? საერთოდ არ გიხარიათ? შესაბამისად ვერ მაფასებ აზის ტოპრაკ. ძალიან მალე ორივეს გაგიშვებთ ამ კომპანიიდან კაპიკის გარეშე. მოითმინეთ. ძმაო, რა ხდება ამიხსენი? რა საპირებ? როგორ წამოიყვანე გემი საფრანგეთიდან? შენ არაფერში ჩაერიო და ეს საკმარისი იქნება. დანარჩენზე ნუიფიქრებ. ახლა ჩვენი მიზანი მეთევზეა. ეს ირმაკის ქორწილში საერთოდ უადგილოა. ო, სხვათა შორის მეც გამიკვირდა ასე მშვიდად რომ მიიღე ეს ამბავი. ჯერ ქორწილი არ არის და პრობლემებიც არ გვაქვს. ნათელია რომ ეს მეთევზეს გეგმა ირმაკზე ქორწინება. იქორწინებს და მის აქციებს მიისაკუთრებს. რა უნდა ვქნათ? არაფერი. დაველოდებით სანამ ირმაკი გამოჯანმრთელდება, მანამდე კი უნდა გაარკვიო ახალი გეგმა აქვს თუ არა კენანს და აზის. სინან. ბოლოს მაშინ გენდე როცა ბავშვი იყავე. უკვე დიდი დრო გავიდა. გთხოვ, გამაოცე. არ ენერვიულო. ჩვენ ირმაკი გვაერთიანებს. შენს გამო თუ არა, ირმაკის გამო ყველაფერს ვიზამ, ხო ისი? კარგი. რა სჭირს ექიმო? საშიში არაფერი აქვს ალბატონო ჰაზალ. ეს ხშირად ხდება. ზოგჯერ ჩვენი ჰორმონები ადაპტირებას ვერ ასწრებენ და მაშინ მეჩდება რეაქცია. თუ ახლო დროში გადაიტანეთ აღებლება, ნერვიულობა, ეს აშკარად აისახებოდა თქვენს ორგანიზმზე. არ მგონია რომ განმეორდეს. წამალს გამოგიწერთ იმ შემთხვევისთვის თუ ტკივილიან სისხლდენა დაგეწყებათ. დიდი მადლობა. დეფნე, შენც მადლობა. ძალიან შემაშინე ჰაზალ. კარგია რომ ჩემს გვერდით იყავი. მადლობა ღმერთს ახლოს რომ ვიყავით. მადლობა ბატონო სელიმს. წლებია ჩემი ექიმია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უნდა წავიდე, მაგვიანდება. ვერ გადადებ ჰაზალ. სახლში უნდა წახვიდე და დაისვენო. არა დეფნე, არ შეიძლება. კარგი, მაშინ შენ წადი. მე კი დანიშნულებას და წამალს ავიღებ. მადლობა. წარმატებები. მადლობა. გამოჯანმრთელდით. რა სიტყვის სელიმ? აქამდე არავისთან არ ქონია სქესობრივი ურთიერთობა. მადლობა სელიმ. დეფნე. ამ მიღებაზე, იმიტომ დავთანხმდი რომ შენი ვალი მქონდა და პაციენტს სიმართლე დავუმალე. მაგრამ აწე აღარ მთხოვო რამე მსგავსი. თავის დროზე ძალიან დამეხმარე. ახლა მეც დაგეხმარე. მორჩა. ახლა მაინც არ მომიყვები? აქ როგორ მოიყვანე? ზიანს ხომ არ მიაყენებთ დუიგო საყვარელო? ერთი წვეთი ჩაიში ან ყავაში საკმარისია. 10 წუთის განმავლობაში დაეწყება მუცლის ძლიერი ტკივილი და სისხლდენა. მაშინვე უნდა მოიყვანოთ, მაგრამ ქალბატონო დეფნე. ბატონმა სელიმმა რომ გაიგოს ამის შესახებ სამსახურს დავკარგავ. გთხოვთ. შენ არ ინერვიულო საყვარელო. ჩვენ შორის დარჩება. შენ ძალიან ბევრ კითხვებს მოსვამ სელიმ. როგორღაც მოვაგვარე. დავხუროთ ეს საკითხი. წავედი.
აქ არის? ო, დაო, ის ამორტი, რომელიც ნავიგატორში ჩაწერე, აქ არის. კარგი. მადლობა. Hazal. ეს როგორ გამოგივიდა ვურალ? საფრანგეთში მეგობრები მყავს, რომელიც არ მაწყენინებენ. აღიარებ თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოვაგვარე. მათი სახეები უნდა გენახა, როდესაც თქვი, რომ გემი და საქონელი გადავარჩინე. აზიზზე ნუ ფიქრობ. ალბათ უკვე დიდი ხანია კუთხეში ზის. სანამ უფლებას არ მივცემ, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. რაღაცას მიმალა? ხელში გაქვს აზიზისთვის გოზირი? რა თქმა უნდა მაქვს. ყოველად არაფერს არ გავაკეთებ. აზიზის ორივე შვილი აყვანილია. გარდა ამისა, მათ ეს არ იციან. ისეთ ადამიანს, როგორც აზიზ ტოპრაკი, ამ პატარა გოზირით ვერ დაამარცხებ. იმედი ნუ გექნება. ვერ დავამარცხებ, მაგრამ აღელვებული იქნება. ვეყოფ რამოდენიმე ხნით. დრო რომ მოვა. აზიზს მოვიშორებთ. მაგრამ მანამდე ერთი რაღაცა უნდა მოვაგვაროთ. რა? ჰალილი. ხელში ნასის წერილი ჩაუვარდა, რომელსაც აზიზს წერდა. ეს როგორ? რა წერილი? ნასი წერილში შველას ითხოვს ძმისგან. ეს აზიზის ხელში რომ მოხდეს, თავს დაგვესხმევა. რა უნდა ვქნათ? ჰალილს მივცემთ იმას, რასაც ითხოვს და წერილს წავართმევთ. და რა უნდა ჰალილს? ფული. და დაზღვეული ადგილი სასახლეში. არ უნდა ვენდოთ ისეთ კაცს, როგორც ჰალილია. მეც არ ვენდობი. ცდილობ მისი ნდობა დავიმსახურო რამოდენიმე ხნით. ჯერ წერილი ავიღოთ. მერე კი პასუხს ვაგებინებ იმაზე, რომ გვაშანტაჟებდა. რადგან მოხვედი, ვფიქრობ, რომ უკვე მენდობი. საქმე ჩემს ნდობაში არ არის. არამედ შენს ნდობაშია. ვურალი ჩემი ქმარია. შენს მხარეზე თუ არ ვიქნები? ვურალს რომ მოუყვა ყველაფერი. ამის გაკეთებას რომ აპირებდე, ახლა აქ შენ კი არა, ვურალის ხალხი იქნებოდა. ვიცი რომ შენს გაინტერესებს ნასის რა შეემთხვა. ჩვენ ერთ მხარეზე ვართ, ჰაზალ. ვინ ხარ? რისი მიღწევა გინდა? ჟალე მქვია. ჟურნალისტი ვარ. ნასი ჩემი დაქალია უნივერსიტეტიდან. ანუ იყო ჩემი დაქალი. სანამ გაქრებოდა. რისი თქმა გინდა? პირდაპირ მითხარი. ვურალს ძალიან კარგად ვიცნობ. იმ დროიდან, როცა ნასისთან ჯერ კიდევ იწყებდა ურთიერთობას. თავიდან ძალიან ბედნიერები იყვნენ. დაქორწინდნენ მიუხედავად იმისა, რომ ძმა აზიზი წინააღმდეგი იყო. მერე კი ვურალი სულ სხვა ადამიანი გახდა. ნასიზე ავადმყოფურად ეჭვიანობდა. ეს დიდი სიყვარული ძალადობად გადაიქცა. როცა ნასიმ უთხრა, რომ დაშორება უნდა, მან მასზე ძალა იხმარა. ერთად წავედით განყოფილებაში და საჩივარი დავწერეთ. მაგრამ მერე ის საჩივარი გაქრა. ამის შესახებ რომ გავიგე, ვურალთან წავედი. ის მემუქრებოდა. მისი ხალხი ყოველდღე მითვალთვალებდა. მერე უეცრად იმ გაზეთმა, რომელშიც მუშაობდი, გამაგდო და დამადანაშაულა, რომ ლისაბონის ჟურნალისტი ვარ. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ვურალმა უბრძანა ეს. მაგრამ გამოსავალი არ მქონდა. რატომ? შეგეძლო არ წასულიყავი. რატომ არ გაინთავისუფლე? გონია არ მიცდია? შენ ქმარს ჯერ არ იცნობ. სტამბული ჩემთვის ჯოჯოხეთად აქცია. სხვა გამოსავალი არ მქონდა და ლისაბონში გავემგზავრე.
ნასისაც უნდოდა რომ წავსულიყავი. ეშინოდა რომ ვურალი ზიანს მომაყენებდა. ისედაც წაკითხული გაქვს ალბათ წერილში. წერს რომ ეს ბოლო წერილია ჩემთვის. ჩემმა დაქალმა მე დამიცვა, მაგრამ მე ვერ დავიცავი ის. ლისაბონიდან რომ დავბრუნდი, ნასი აღარ იყო. არც სახელი, არც მისამართი, არაფერი. რატომ არ თქვი ამის შესახებ? აზიისთან წასვლა. სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ვურალი წლებია უთვალთვალებს იმათ, ვინც მის გარშემოა. ბოლოს და ბოლოს ხაფანგი გაუმზადა და ციხეში გაუშვა. მისმინე, დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ვურალმა ნასის ზიანი მიაყენა. ნასი არ წავიდოდა ისე, რომ არ ეთქვა ამის შესახებ ჩემთვის ან თავისი ძმისთვის. ნასი არ გაქცეულა. ჩემი აზრით, ვურალმა ის მოკლა. შენი დახმარება მჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავარკვიო. ვიცი, რომ ნასის შესახებ საქმეს იძიებ. რამდენიმე ხანია გითვალთვალებ. ვიცი, რომ ადვოკატთან იყავი. რატომ წახვედი, ისიც ვიცი. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, აზალ. ერთმანეთს ხელს უშავკიდებთ, ვურალის გამოაშკარავებას შევძლებთ. უნდა დამიჯერო. ერთმანეთის უნდა გვჯეროდეს. იმიტომ, რომ არავინ არ ყავს, ვისაც შეიძლება ვენდოთ. სად არის ჩემი დაქალი? ცოცხალი თუ არის, არ ვიცი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე შენია, რომ შენც იგივე არ დაგმართოს. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. სიყვარულო, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ჩემი ოცნებები სრულდება. შენი წყალობით. ეს შენ ახდენ ჩემს ოცნებებს. სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის იმედი დამეკარგა ამ ცხოვრებაში. შენ გამახსენე, რომ ამ ცხოვრებაში დარჩა რაღაც ლამაზი. კენან. მინდა რაღაც გკითხო. ვიცი, რომ მამა შენი გარდაიცვალა. მაგრამ ძმა გყავს და ჯერ არ ვიცნობ. არ ინერვიულო, ნიშნობაზე გაგაცნობ. და დედა? დედა. მხოლოდ მისი საბუთები მაქვს. ცხოვრებაში ეს აღარ არის. არ მჯერა, რომ ასე დაგტოვად და წავიდა. ხო ხო, მისი შვილები ხართ. დარწმუნებული ვარ, რაღაც მიზეზი არსებობს. მისი პოვნა ხომ არ გეცადა? იქნებ დავხუროთ ეს საკითხი. ჩვენს ბედნიერ დღეს მაინც ნუ ველაპარაკებთ ამის შესახებ. მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა. არც მწყენია, ნუ ნერვიულობ. უბრალოდ დავხუროთ. შემდეგში ვილაპარაკოთ, კარგი? რა? ნიშნობას აქ ჩაატარებენ? შვილო, რა საკეთებ? შენს თავს ასეთ კილოს რატომ აყენებ? ყველა უნდა შეეგუოს ამას. მით უმეტეს მე უნდა შევეგუო. როგორც არ უნდა მტკიოდეს, უკვე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. დავიღალე უკვე, მართლა დავიღალე. შვილო, ჩემი ჰაზალე. რა გითხრა? არაფერი არ მითხრა, დედა. კარგი. მაგრამ წამითაც არ გამოვალ სამზარეულოდან. ეშმაკმა უყუროს დემიროღლუს სახეში. კარგი, როგორც გინდა. მობრძანდით. ძალიან ლამაზი ადგილი გამოვიდა, ჰაზალ. უბრალო ადგილია. რა თქმა უნდა, დიდად არ გავს იმ ადგილს, სადაც ხშირად ატარებთ ხოლმე საღამოს. სწორედ ემთხვევა იმას, რაც ფიქრებში მქონდა. ფუფუნება არ მინდა. საყვარელი, მშვიდი და სასიამოვნო ადგილი მინდა. მიხარია. დაბრძანდით. მანქანიდან ნივთებს გამოვიტან. კარგად გამოიყურები, შვილო, გამოჯამრთელდი ბოლომდე. მადლობა. კენანი? წამითაც არ მტოვებს მარტო.
ვიტამინები და მსგავსი რაღაცეები, სეირნობას სუფთა ჰაერზე. და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი სიყვარული. რა არის იქ შვილო? ხელსახოცებია ჩვენი სახელებით. მაშინ სამზარეულოში წავიღოთ. გაჩვენებთ სად არის. ძალიან ლამაზია აქაურობა, ძალიან მომწონს. სად დავდო? მე მომაწოდე. უსაფრთხოების კომპანიის შესახებ გავიგე. ძლიერი დაცვა აქვთ. რა ვქნათ, როგორ ავიღოთ ჩანაწერები? არ ვიცი. ძმაზის მოუყვები. არ შეიძლება, კენან. ისიც ნახავს ჩანაწერებს. არ ვიცი ვინ არის. იქნებ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს, ვერ ვენდობი. ვერენდობი? მასზე უფრო მამაც ადამიანს ვერ იპოვე. არ შეიძლება მეთქი, კენან. არ მინდა რომ ის ჩანაწერები ჩვენს გარდა ვინმე ვნახოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა შეცდომა. როგორც გითხარი, ყველაფერი გააკეთე და გაქრე. გასაგებია? კარგი, გავიგე. ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ ეს. და რა გავაკეთო? ჩუმად შევიდე დაცვის კომპანიაში და სიდი მოვიპარო? რა თქმა უნდა, არა. როგორმე უნდა ვიპოვოთ და გავანადგუროთ ის ჩანაწერი. არავის არ სხოვო დახმარება. კარგი. არ ვეტყვი ძმაზის, კარგი. ცოტა დრო გვაქვს. ხომ გაიგებ ურალმა რაც თქვა? ამ საკითხს მალე მოაგვარებს. გავიგე, კარგი, გამოსავალს ვიპოვე, ვიფიქრებ. ნუ მტვირთავ. კენან. კენან. აქ ჩვენი დეკორაციებიც არის. აქ კი ჩვენი სახელები წერია. საკონდიტრო და ნარეკეს დეგუსტაციისთვის. კარგი, გავსინჯოთ. მითხარით, რაც გინდათ და ნელ-ნელა მუშაობას დავიწყებ. კარგი, ახლა მოგიყვები. ჩვენი მაგიდა იქ იქნება. ზემოთ დეკორაციები იქნება. აქ ლამაზი იქნება. მერე აქ დავკიდებთ პროექტორს. აქ კი ჩვენი სურათები გამოჩნდება. აქ ღია იყოს. ზემოთ გინდა რამე? კი, მინდა რომ ყველაფერი ბრწყინავდეს. კარგი. ძვირფასო. მინდა რომ ყველაფერი ბრწყინავდეს. ეს ხელსახოცებია. ჩვენი სახელები. ყველა მაგიდაზე იყოს ასეთი ყვავილები, კარგი? ყველა მაგიდაზე დავდებ. ესენი სკამებზე. მაგრამ ყველა მაგიდა სხვა ფერში იყოს. კარგად ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ. როგორც ჩანს, ცოტა ვინერვიულე. კარგი, ახლა წავიდეთ, მოდი. ირმაკმა ცოტა უნდა დაისვენოს. ნამცხარი? მოვაგვარებთ. მერე მოვაგვარებთ. კარგი, მადლობა ყველაფრისთვის. არაფრის, არ ინერვიულო, ყველაფერს მოვამზადებ. მოდი.
იმის გამო რომ ერთი ორჯერ დამოგვიანდა და შეიძლება $1,000,000 დამაჯარიმოთ ბატონო ხანკამ. რაც უდი მანერებია. თქვენს ბანკში გაქვთ ჩვენი ანგარიში. ბატონო ვურალ, ისმინეთ, დამიჯერეთ. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ახლა უნდა დაფაროთ ორივე სესხი. ფული რომელიც გემისთვის გამოიყენეთ ძალიან ბევრია. თქვენი გემი საფრანგეთში იყო დამზადებული. რა შუაშია ჩემი გემი რომელიც საფრანგეთში იყო დამზადებული? გემი უკან მოდის გზაშია. პრობლემა არ არის. ბანკის მმართველის გადაწყვეტილებით თქვენი სესხი რისკის ქვეშ ყოფთა სიაში შევიდა. ბატონო ხაკა, რა უპატივცემლობა, რას ნიშნავს მთლიან თანხას ითხოვენ? პირველად ხომ არ მუშაობ დემიროღლუსთან, მაგრამ რაღაცას გეტყვით. ეს თქვენი ბოლო თანამშრომლობაა ჩემთან. მისმინეთ, ერთი თვე მომეცით მთლიან სესხს დავფარავ. მე იმდენ დროს მოგზანდით რამდენის გნებავთ, მაგრამ წესი ასეთია. თქვენი სასახლე გაქვთ იპოთეკაში ჩადებული, თუ არ გადაერთით, სასამართლოს მეშვეობით გაყიდიან ნაკლებ თანხაში. ჭკუას ნუ მასწავლი, ვიცი რა უნდა გავაკეთო. თქვენ სად იყავით, როცა მე ვმუშაობდი თქვენს ბანკში? ერთ თვეში თუ არ გადაერთით, გაყიდეთ სასახლე და მორჩა. ასეთი გაბრაზებული ვის ელაპარაკებოდი? არაფერია, დედა. ბატონ ტურგულს ველაპარაკებოდი. პატარა პრობლემაა. რაღაცის კითხვა მინდოდა. ეს ზამთარი ბაბუას სახლში ხომ არ გავატაროთ? არა, ირმაკის მდგომარეობას ხომ ხედავ? ამ თვეში მის გვერდით უნდა ვიყო. ყველა ერთად წავიდეთ მთელი ოჯახი. სერიოზულად ამბობ? ხო. მაგრამ სასახლე საერთოდ არ მოგწონდა. სიმართლე გითხრა, არც ახლა მომწონს, მაგრამ არ ვიცი, შენ და ირმაკს გიყვართ. თქვენს გამო მოვითმენ, გარდა ამისა, სასახლეში ბევრი ცხოვრობს, მეთევზე ჩვენთან ერთად ცხოვრობს. იქ უფრო მეტი ოთახია. ასე ხშირად მაინც არ ვნახავ იმ მეთევზეს. კარგი, კარგი. ნიშნობის მერე გადავიდეთ. დედა, ნიშნობის მერე არა. ხვალ ჩავალაგოთ ყველაფერი და ზეგ გადავიდეთ. სად გეჩქარება, შვილო? ხო, მიცნობ, რამეს თუ მოვიფიქრე, მინდა რომ მაშინვე მოხდეს. ასეთი ხასიათი მაქვს. კარგი. სელმას ვეტყვი სასახლეში ოთახები მოამზადოს. შესანიშნავია. წავალ ხაზალს დაველაპარაკები. შვილო, წვენს აურიე, არ დაიწვას. დეიდა, ეს ტკბილეულობა უკვე გაიჟღენთა სიროფით, გთხოვ იქ დადე. ვერ მოვასწრებთ, გეფიცები, ვერ მოვასწრებთ. პირველივე დღიდან ვერაფერს ვასწრებთ. მელეკ. წარმატებები, გალბატონი ჰაზალი. დიახ, მე ვარ. ბატონმა ურალმა გამოგიშვა, ნიშნობის მომზადებაში უნდა დაგეხმაროთ. საჭირო არ არის, დახმარებას არ ვითხოვთ. როგორ თუ არა, მელეკ, ხომ ამბობდი რომ ვერ მოვასწრებთ? დარჩეს. საღამოს დაგჭირდება. არ გჭირდება, მოვასწრებთ. დემიროღლუსგან არაფერი არ მინდა. დედიკო, დეიდა მართალია. დღეს ღირსეულად უნდა ვიმუშაოთ. ეს საღამო ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხომ იცი? არ მინდა ვინმესთან შევრცხვე. თავს ვერ შევერცხვენ. დაგვეხმარონ. ხაზალ. პრობლემები შემიქმენი. კარგი, რაც გინდა ის გააკეთეთ. მე ნუ ჩამრევთ. კარგი, მოგბრძანდით, გაჩვენებთ. აბა რა სიტყვი ძმაო? კარგია? თვალე არ გეცეს მეთაურო, მაგარი ხარ. სხვა ხალხსტუხი ხომ არ გავიკეთო? არა, შავის ჯობს, უფრო ლამაზია. ძმაო, გილოცავ. მადლობა. ოსტატი აზიზი არ არის? არა. სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, მაგრამ მოკითხვა გადმოგცა. ჩემგანაც მოიკითხე. ესე იგი სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. მალე გავიგებთ რა სასწრაფო საქმეა. კარგი. წავედი, მე შევხვდებით. ღმერთით. კენან, კარგად ხარ? ძალიან. ომიზი ვალდებული არ ხარ რამე გააკეთო. მართლა? აზალთან მაინც არ გააკეთებინათ. ისიც და შენ უფრო დაიტანჯებით. აზალი კარგად არის, შენ ნუ ნერვიულობ.
რაღაც გიჭირს. დილიდან ვერ ხვდები. მიდი, მომიყევი. Çıkar ağzındaki baklayı artık. Hazali. ირმაკთან დაკავშირებით. ეჭვიანობის გამო. ებრუმ მითხრა ცოტა ხნის წინ. Hazali ძალიან ეჭვიანობს და მას შეეძლო ამის გაკეთებაო. არავითარ შემთხვევაში მე ამას არ ვეჭობ, მაგრამ ადამიანი ფიქრობს მაინც. შეუძლებელია. შეუძლებელია. რა კარგია ჩვენი ნიშნობა და სასახლეში გადასვლა რომ დაემთხვა. ბებია და ბაბუა ახლოს არიან დედა. ასეა ძვირფასო. როცა არ უნდა წავიდე იმ სასახლეში, თავს მყუდროდ ვგრძნობ. აქ რომ ვემზადები ჩემი საუკეთესო დღისთვის, ეს ჩემი წარმატებისთვის არის. ღმერთმა ქნას შემოშულო, ღმერთმა ქნას. მართლა მეწოდები. საბრალო. ირმაკ. ნერვიულობ საყვარელო. ცოტათი. გადაწყვიტე რომელი კაბა უნდა ჩაიცვა საღამოს. სიურპრიზია. ირმაკ, ძალიან ლამაზად გამოიყურები. მადლობა. სიძე, ყველაზე ლამაზი გოგო წაგიყვანია. კარგად მოუვარე. ირმაკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ირმაკი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. არი ნერვიულოთ. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. ძვირფასო ექიმი მოვიდა. შეგვიძლია ხალხისგან შორს დავდგეთ. მოგბრძანდით. გვიხარია რომ უარი არ გითხარით. რას ამბობთ? ასეთ ამაღელვებელ დღეს ჩემს თვალწინ ექნებით. გილოცავთ. მადლობა. მობრძანდით. მადლობა, ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. ასეთი სისულელე ჯერ არ მინახავს. შეიძლება სანაპიროს რესტორანში ნიშნობის გაკეთება. ამაზე ნოფიქრობ დეფნე. ეს ნიშნობა მთლიანად სისულელეა. ჰაზალ, დედა შენს ვერ ხედავ, სად არის ქალბატონი მელექი? არ შემოგვიერთდება, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა ჩვენთან ყოფნა არ მოინდომა. თქვენის ნებართვით სტუმრებს მივხედავ, მე ხომ დარბაზის დიასახლისი ვარ. ჰაზალ, ძვირფასო არასწორად არ გამიგო, მაგრამ სტუმრების მომსახურებას ხომ არ აპირებ. ხალხს ისე შეხვდი, როგორც მფლობელი. შეიძლება? გთხოვ. ო, დედა მართალია. დღეს საღამოს სხვა მიმუშაოს, გთხოვ. მომსახურება საკუთარ რესტორანში არ შემარცხვენს. პირიქით, ეს ჩემთვის პატივია. მაგრამ თუ თქვენი სტუმრები თქვენსავით ფიქრობენ, მაშინ არ ინერვიულოთ. არ შეგარცხვენთ. და მალე დამთავრდეს ეს ნიშნობა. ბუროლ ხომ დამპირდი. გთხოვ. შენს და შეხედე, როგორი ბედნიერია. სწორედ მის გამო ვითმენ ამ მეთევზეს. ისმინე, ჰალილმა მოიტანა წერილი. არა. ეს კაცი გვეთამაშება. დასრულდეს ეს ნიშნობა და მერე ვაჩვენებ როგორ უნდა თამაში. გავალ ცოტა სუფთა ჰაერჩავის უნთქავ. ძვირფასო. ახლა ბეჭდებს გაიკეთებენ. დედა გარეთ ვიქნები, მალე მოვალ.
შესანიშნავი საღამოა. ო, ასეა. როგორც ჩანს, ლაპარაკი გინდა. სულ მიყურებ. მითხარი რა გინდა? ძალიან მაინტერესებს დეფნე. შენს ადგილას ასე მოუთმენლად არ დაველოდებოდი იმას თუ რისი თქმა მინდა შენთვის. იმიტომ რომ არ მოგეწონება. დეფნე, მალე მითხარი, ახლა შენთვის დრო არ მაქვს. ვიცი ხაზალს რაც გაუკეთე. ის თუ რატომ გამოყვა ცოლად? რას ესულელეს ამბობ? ვურალ, ფიქრობ ხაზალს არ მოუყოლია შენთვის გინეკოლოგთან რომ ვიყავით. ნუ გეშინია. ხაზალმა არაფერი არ იცის. ანუ ის ჯერ კიდევ ფიქრობს რომ შენ? ხომ გაიგე რაც. არანაირი პრობლემა არ არის ჯერჯერობით. ბატონო ვურალ, დედა თქვენი გეძახით. მგონი ბეჭდებს ეკეთებენ უკვე. მით უმეტეს ეს ის ადგილი არ არის, სადაც ეს უნდა განვიხილოთ. ხვალ უკეთ ვილაპარაკებთ. კარგად ხარ? რა თქმა უნდა, კარგად ვარ. ასე კარგად ჯერ არასდროს ყოფილ ვარ. ძვირფასო, სად იყავი? გარეთ გავედი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. საღამო მშვიდობისა. მობრძანდით. ვიფიქრე რომ დღეს არ მოხვიდოდით. რატომ არ უნდა მოვსულიყავი? კენანი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მარტო ვერ დავტოვებდი. მართალი ხარ, არ დატოვო. მაგრამ შენი მეგობარი წაიყვანეს. შეხედე. თავისი საცოლეს გვერდით არის. შენი დამოვიდა. ძმაო აჰმედ, მობრძანდი. მადლობა. ხაზალ, ძალიან ლამაზი რესტორანია. მადლობა. ებრუ. კენანთან მივიდეთ. კარგი. წამოდი. ესეც ჩემი ძმა, აჰმედი. მობრძანდით. მადლობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. გილოცავთ. მადლობა. გილოცავ ირმაკ. მადლობა. გილოცავ კენან. მადლობა ებრუ. ქორწინება ყველაზე მთავარი და ძვირფასია ცხოვრებაში. გვიხარია რომ ჩვენი ქალიშვილი ჩვენი კომპანიის პარტნიორთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. იმ ადამიანთან, რომელსაც მენდობოდით. წარმატებას ვუსურვებ ორივეს და ჩვენს ოჯახებს. ბედნიერებას გისურვებთ ყველას. მადლობა. 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 ეს თქვენთვის არის.
ჯანდაბა, ჩემი დღიურია. ეს რა სისულელეა? ეს რას ნიშნავს? ვინ გააკეთა ეს? გათიშეთ. გათიშეთ. გათიშეთ მეთქი. გათიშეთ. გათიშეთ. აბა როგორია? იმედი მაქვს ჩვენი საქორწილო საჩუქარი მოგეწონათ. ეს რას ნიშნავს? ეს წერილი ჩემმა დამ მომწერა. ნასი ტოპრაკი. ანუ როგორც თქვენთვის ცნობილია. ნას დემიროღლუ. უბრალოდ ეს წერილი ჩემამდე ვერ მოვიდა. ის წერს რომ ძალიან ეშინია თავის ქმრის. ანუ იმისი, ვისაც ახლა თქვენს წინაშე ხედავ. პურალ დემიროღლუ. ამბობს რომ ეშინია რომ რამე დაემართება. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინეთ, მოკლედ რომ ვთქვათ ქალბატონო ჯანან. მოვიდა დრო რომ დემიროღლუმ პასუხი ეგოს. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ.